უკვე მეორე წელია საქართველოში ისევე როგორც ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ბუღალტერთა პროფესიული დღე 10 ნოემბერს ოფიციალურად აღინიშნება. Როგორ ემზადებიან ბუღალტრები ამ დღის აღსანიშნავად და იგეგმება თუ არა ქართველი ბუღალტრების ლონდონის ბუღალტერთა საერთაშორისო სამიტში მონაწილეობა სტუმართან ბუღალტერთა კავშირის პრეზიდენტთან ტატა ბერიძესთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. პროფესიული დღე ყველა პროფესიის ადამიანისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც ამ პროფესიაში უკვე წლებია ის არის. თუმცა ბუღალტრები რაღაც განსაკუთრებულად ხვდებით ხოლმე აი ამ წელს და 10 ნოემბერი უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა ერთგვარად ჩვენთვისაც გარდა იმისა, რომ დაუშვათ ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნება ეს დღე. როგორ ემზადებით ამ დღისთვის? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ დღეს ამ დღესთან დაკავშირებით თქვენი ეთერის საშუალებით ვისაუბრო. მნიშვნელოვანია, სწორედ რომ მნიშვნელოვანია და სწორედ რომ ბუღალტრები ძალიან განსაკუთრებულად ვემზადებით ამ დღისათვის, რადგან მთლიანობაში რო გადახედოთ, თითქოს სწორედ ბუღალტრები ქმნიან აი ერთიანი ბიზნეს ეკოსისტემის რაღაცნაირად პირველ საფეხურს, ხო? ანუ იქ სადაც ყველაფერი აღრიცხვის დონეზე და ყველაფერი სადაც უშუალოდ ფაქტების და ასე ვთქვათ ისტორიის მოძიებაზეა. შესაბამისად ამ დღის აღნიშვნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი ეს დღე გვაძლევს შესაძლებლობას გამოვარჩინოთ ის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რაც კონკრეტულად გამოწვევად შეიძლება იყოს შეფასებული პროფესიისთვის ყოველ წელიწადს და ყოველ წელიწადს ეს ახალია და შესაბამისად წელსაც ძალიან განსხვავებულ ფორმატში ხვდებით ამ დღეს. და რას ნიშნავს განსხვავებული ფორმა და თვითონ რამდენად მოცვადია, მაგალითად ბუღალტრის პროფესია საკმაოდ ისეთია ფართოდ გავრცელებული, ხო? აი რამდენად წარმომადგენლობითია ეს ღონისძიება, ანუ ვის შეუძლია რომ მაშინ მონაწილეობა მიიღოს, რა პრინციპია დაფუძნებული ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და მთლიანობაში აი რას ნიშნავს განსხვავებული ფორმატით აღნიშვნა წელს? განსხვავებული ფორმატი გულისხმობს იმას პირველ რიგში, რომ დღეს ჩვენ განსხვავებული პრობლემა წამოვწიეთ წინ, პრობლემა რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, ეს არის გამჭვირვალობა, ეს არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ანუ ეგრეთ წოდებული AML, რომელიც თავისთავად ცხადია როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში მოქმედებს. რატო არის მნიშვნელოვანი განსაკუთრებულად ეს ყველაფერი ჩვენთვის და რატო არის ეს ჩვენი წლევანდელი, ასე ვთქვათ, გამოწვევა, ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ბუღალტერი არის ეს ადამიანი, რომელიც პირველად უყურებს გადარიცხვებს, რომელიც აი ამ სისტემის დასაწყისში შევია და რომელსაც შეუძლია სწორი მექანიზმების ცოდნის შემთხვევაში ზუსტად რომ საწყის ეტაპზევე შეაფასოს ის, ასე ვთქვათ, ხარვეზიანი და ის რისკიანი ტრანზაქციები, აღმოაჩინოს ის ხარვეზიანი კლიენტები და ასე შემდეგ, რომლებიც თავის დროზე, ესე იგი, ანუ რომლების მიმართაც დროული პრევენცია არის საჭირო. ამ დიდ ღონისძიებას, რა თქმა უნდა, ჩვენ მარტოები ვერანაირად ვერ შევწდებოდით და ჩვენი მემორანდუმი და ჩვენი პარტნიორობა ეროვნულ ბანკთან ერთად გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეს დღე განსხვავებულად აღნიშნოთ და სწორედ რომ 10 ნოემბერს აბსოლუტურად ყველა ბუღალტერს მის დაინტერესებულია ამ ღონისძიებით და ამ თემატიკით, ანუ კიდევ ერთხელ ხაზს გაუსმევ, რომ ფულის გათეთრების შესახებ კანონის გამოწვევები, რისკების მართვა იქნება აბსოლუტურად სრულიად ჩაშლილი ამ დღის ფარგლებში. ვთხოვ ყველას, რომ გაიარონ რეგისტრაცია ბუღალტერთა კავშირის გვერდზე და შემდგომ მიიღონ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. სად გაიმართება? და ფორმატი, რადგან ძალიან მნიშვნელოვან კანონს ეხება და ფულის გათხრების თემა ეს ერთ-ერთი ალბათ ყველაზე პრობლემურია დღევანდელ მსოფლიოში და ამ მხრივ გამონაკლისს სამწუხაროდ არ ვართ ჩვენ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რა ფორმატის იქნება, ანუ რამდენად ექნება საშუალება რომ პროფესიულ დონეზე ნახონ რეალურად რა გამოწვევების წინაშე ვართ და რა არის მთავარი ამ მიმართულებით გასაკეთებელი. სწორედ წლევანდელი ჩვენი ღონისძიება არ მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ საკონფერენციო ფორმატს. გადავწყვეტეთ, რომ ეს უნდა იყოს ჩაღრმავებული სემინარი და ამ სემინარის ფარგლებში უნდა იყოს განსაკუთრებული შეხება აი იმ ყველაზე კრიტიკულ მომენტებთან, რომლებიც აი ამ დღის ფარგლებში შეგვიძლია მსმენელამდე მივიტანოთ, რათა შემდგომ განავითაროთ მათში უკვე შინაგანი მოთხოვნილება შემდგომი სწავლისთვის და შემდგომი, ასე ვთქვათ, ჩაღრმავებისთვის ამ საკითხისთვის. მე ძალიან მიხარია, რომ ამისი შესაძლებლობა მაქვს დღეს, იმიტომ პირველ რიგში ეს არის არა მხოლოდ ბუღალტრის პრესტიჟი, პირველ რიგში ეს არის თითოეული კომპანიის
კომპანიის პრესტიჟი, სადაც უკვე AIML-თან შესახებ სტანდარტები, როდესაც ინერგება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული კომპანიისთვის და ეს არის პირველ რიგში პრევენცია ნებისმიერი დანაშაულის, მათ შორის აბსოლუტურად სრულიად შემთხვევითი, რომლის შესახებაც შეიძლება უბრალოდ ინფორმაციის აღქმის გამო არის. ბუხალტრებს რამდენად გათვითცნობიერებული აქვთ ამის მნიშვნელობა ერთი და თვითონ იმ კომპანიებს, სადაც დაქირავებულები ყავთ თანამშრომლები, მათ რამდენად ესმით, რომ ეს ნაწილი ფულის გათხრების მიმართულება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო ნაბიჯი და შესაბამისად ამ მიმართულებით რაიმე ტიპის შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ძალიან კარგი შეკითხვაა. მე ვფიქრობ, რომ ამაზე სამუშაო ძალიან ბევრია და სწორედ კონფერენციის თემა არის გამოძახილი იმისა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მივიტანოთ ეს ხმა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს როგორც გადაცემის დასაწყისში აღნიშნეთ, ეს არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა. ჩვენ ეხლა ვხვდებით ერთიანი ამ სისტემის რგოლი, სადაც თითოეული ჩვენთაგანი ამის შესახებ უნდა იცოდეს და მე რა თქმა უნდა ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ცნობადობა რაც შეიძლება უფრო მეტად იყოს გაზრდილი, თუმცა ის იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ გვაქვს წარმოდგენა გვაქვს, მუშაობთ, ევალებათ კიდევაც ამის იცოდნა, თუმცა რა თქმა უნდა მაქსიმალურს ველოდებით და ვაკეთებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი ვიცოდეთ ამის შესახებ. კი ბატონო, ხარისხი და პროფესიული უნარების ცოდნა, სტანდარტების ცოდნა, რა არის მთავარი გამოწვევა დღეს საქართველოში ბუხალტრის პროფესიასთან მიმართებაში? მე ჩემ გამოცდილებას გეტყვით ძალიან მარტივად. მე ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ვარ, რომელსაც პროფესიულად მაქვს ნასწავლი ბუხალტერია და სულ მაქვს ხოლმე განცდა, რომ აი რამდენად რეალურად მე სწორად გამოვიყენებ, იმიტომ ერთი თეორიაში რა ვისწავლე და მეორეა რეალურად რამდენად ვიყენებ. ბუხალტრების ნაწილი პირობითად მუშაობს 1, 2, 3 და 4 სამსახურში, რაც ალბათ არც არაკანონიერი არამედ და არც უცნაური, მაგრამ რამდენად პროფესიულად გაიზარდნენ ბუხალტრები ამ ნაწილში და რამდენად ესმით ამ პროფესიას, რომ ეს არ არის უბრალოდ შემოსავლების სამსახურისთვის წარსადგენი დეკლარაციის შევსების ნაწილი მხოლოდ და აბსოლუტურად სხვა რეალობა დღევანდელ მოცემულობაში საერთაშორისო სტანდარტები და მათ შორის საქართველოშიც. საინტერესოა, ნამდვილად ძალიან საინტერესოა ამაზე საუბარი, სიამოვნებით ჩავშლი ამ საკითხს. პირველ რიგში ვეტყვი იმას, რომ ბუხალტრის პროფესია დღეს ძალიან თანამედროვე პროფესია. ეს აღარ არის მხოლოდ მთვლელი, ეს აღარ არის მხოლოდ კალკულატორი, ეს აღარ არის მხოლოდ ციფრები. პირველ რიგში ეს არის ფიქრები და ფიქრი მოსაბეზრებელი არასდროს არ არის ზოგადად ადამიანისთვის, ამიტომ თქვენი ეთერის დახმარებით მინდა მიუწოდე იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ არ გაქვთ არჩეული პროფესია და წელს აბიტურიენტები ხართ, უბრალოდ სადმე მოხდეთ და ისწავლოთ, აირჩიეთ ფინანსისტის პროფესია, ეს არის ძალიან საინტერესო და თანამედროვე. რაც შეეხება გამოწვევებს, რომლებიც არსებობს თვითონ სექტორის შიგნით. მე მომწონს ის ტენდენცია, რომ დღეს ჩვენ საუბრობთ უკვე ესეთ ბუხალტრებზე, რომლებიც მხოლოდ 2 და 3 კომპანიას ემსახურებიან. ადრინდელი ტენდენცია ბაზარზე იყო სიტუაციები, ვიცით, ჩვენ და ეს დასამალი არ არის წლების წინ, როდესაც ერთი ბუხალტერი 20 ან 25 კომპანიას ემსახურებოდა. მაშინ ეს იყო ძალიან სერიოზული გამოწვევა. სწორედ ის, რომ დღეს ეს ფაქტები ნაკლებად ხდება და ძირითადად დღეს უკვე გამომდინარე პასუხისმგებლობიდან, გამომდინარე სამუშაოს მოცულობიდან, გამომდინარე ამდენი საკანონმდებლო ცვლილებებისაგან, ხო, რაც უნდა გაითვალისწინოს ბუხალტერმა ადგილზე, ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ ბუხალტერმა დღეს იმუშაოს 5, 6 და 7 ადგილას. და რა თქმა უნდა, გააზრებული აქვს, რომ მხოლოდ შემოსავლების სამსახური არ არის ამ შემთხვევაში, მოიტანა ყველაფერი სწორედ ბუხალტრული აგრეთვე საერთაშორისო სტანდარტმა და SARAS-მა, ანუ ზედამხედველობის სამსახური, მოიტანა კანონმა, რომლის თანახმადაც ვაბარებთ ფინანსურ ანგარიშგებას და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს უკვე ძალიან სერიოზული სამუშაო, ძალიან საინტერესო და ძალიან მოცულობითი. ბიზნესისგან კიდევ უფრო მეტ დაინტერესებას ველოდებით ყოველთვის. კი ბატონო, და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, მე ჩემი შესავლის ნაწილში ვახსენე ლონდონის სამიტი. ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამიტია თქვენს პროფესიაში. რა პრინციპით ხდება დაუშვათ არჩევა, ვინ იღებს მონაწილეობას, რომელი ქვეყნები მონაწილეობენ? თვითონ ამ სამიტის შესახებაც რომ მივაწოდოთ მაყურებელს მეტნაკლები ინფორმაცია. ლონდონის სამიტს რაც შეეხება, ეს არის ნამდვილად ყველაზე ერთ-ერთი დიდი, ყველაზე პრესტიჟული ღონისძიება ფინანსურ სექტორში. სამიტის გარდა ამ ღონისძიებაზე ხდება მსოფლიო ფინანსური ოსკარის გადაცემის ცერემონია, ლუკა პაჩიოლის ჯილდო, რომელიც გადაეცემა ფინანსისტებს ხოლმე. რაც შეეხება შერჩევას, ჩვენ გვაქვს რა პრინციპით ხდება დაუშვათ გამარჯვებული შერჩევა, ანუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის საუკეთესო ძალიან ბევრი საინტერესო კრიტერიუმი გვაქვს. პირველ რიგში ეს არის რა თქმა უნდა ცოდნა, პირველ რიგში ეს არის შიდა გამოცდები, შიდა შერჩევის პროცესები და ასე შემდეგ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო მომავალ წელს მიიღებს მონაწილეობას და მახარებს ყველაზე
მეტად ის, რომ 3 წლის წინ ჩამოვიტანეთ საპარტნიორო ხელშეკრულება, ანუ ბუღალტერთა კავშირს აქვს პირველი გადადგმული ნაბიჯი ასეთი პარტნიორობის მიმართ და სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დღეს ბუღალტერთა კავშირის წევრები წავდგეთ ლონდონის სამიტზე და პირველ რიგში წამოვიღოთ ის გამოცდილებები, რაც არსებობს თვითონ საერთაშორისო დონეზე და რა თქმა უნდა ვიფიქროთ იმ საერთაშორისო დასაქმების ბაზრებზეც, რასაც ვფიქრობთ, რომ მომავლის პერსპექტივაა, რომელზეც თავისუფლად შეგვიძლია, რომ ჩვენ ქართულმა ფინანსის სისტემა რამოდენიმე წლის შემდგომ გავწიოთ ეს მომსახურება და არ ვიყოთ შემოფარგლებულები მხოლოდ საქართველოს ბაზრით. წელს როდის იმართება და დაუშვათ რამდენი ადამიანი მიიღებთ მონაწილეობას და წელს მთავარი თემა რა არის ლონდონის? ღონისძიება 17 ნოემბერს არის ჩანიშნული. ეს ღონისძიებაც ყოველ წელს ბუღალტრის საერთაშორისო დღის აღნიშვნას ემსახურება. ტარდება ძალიან უმაღლეს დონეზე. წელს სადაც დაახლოებით 14 ქვეყანა იღებს მონაწილეობას და მიხარია რომ მათ შორის რა თქმა უნდა საქართველო შეიძლება ცოტა მეტის, მაგრამ დღევანდელი ინფორმაციით გვაქვს ეს კონკრეტულად და წლევანდელი თემა მთლიანად ეს არის დიჯიტალიზაცია, გამოწვევები და ის შესაძლებლობები, რითიც შეიძლება ბუღალტრებს შეუმსუბუქდეთ და არა მხოლოდ ბუღალტრებს, რა თქმა უნდა, ფინანსის სისტემას და მთლიანობაში ზოგადად ბიზნესს, იმიტომ როცა ბუღალტერზე ვსაუბრობ, მე ასე მგონია, რომ პირველ რიგში ყოველთვის მინდა წინ სიტყვა ბიზნესი დავაკენო ხოლმე, იმიტომ ფაქტობრივად ბუღალტერი და ბიზნესი ჩემთვის თითქოს ერთი ტერმინია ხოლმე. შესაბამისად, დიჯიტალიზაცია, ისევ და ისევ ქალთა გაძლიერება და ყველა ეს საკითხი, რომელიც აქტუალურია ჩვენთანაც და იმედი გვაქვს, რომ იქაც ძალიან ბევრ საინტერესო გამოცდილებას მივიღებთ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, იმიტომ როგორც ვიცით, ლონდონი და ინგლისი ყველაზე მეტად არის აქტუალურად ჩართული ამ საკითხებში. და ჩვენი საუბრის ბოლოს თქვენთან ახსენეთ ფინანსური ანგარიშგების ნაწილი და ეს დოკუმენტი, რომელიც წარდგენაც უკვე კომპანიებს შეულებრივად ევალებათ. რეალურად რამდენად მომზადებულები შევხვდით, რადგან ვადები უკვე გამოიწურა და უკვე წარდგენილი უნდა იყოს ეს დოკუმენტი, ქართული კომპანიები, მათ შორის ბუღალტრები, აი ამ დოკუმენტის წარდგენას და ამ ნაწილში რამდენად დავიხვეწეთ, რადგან ერთ-ერთ გადაცემაში ჩვენ ძალიან ვრცლად შევეხეთ ამ საკითხს, სწორედ ამის გათვალისწინებით უკვე შედეგების ნაწილში ვკითხულობ, როგორი სურათი მივიღეთ. მე ვფიქრობ, ჩვენთვის უკვე ეს არ ახალია თვითონ სექტორისთვის, რამდენიმე წელია ვაბარებთ ამ ფინანსურ ანგარიშგებას, ამიტომ ამას ასე ძალიან დიდ გამოწვევად, ასე როგორც ესეთი ხო დავუშვათ, რაც დავასახელებდი 2-3 წლის წინ, ვეღარ დავასახელებ, ვფიქრობ, მზად ვიყავით, მაგრამ ყოველთვის არსებობს ესეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რასაც მინდა რომ ყურადღება მივაქცევთ მომავალი წლისთვის და ეს ისევ და ისევ მესიჯი ბიზნესის მიმართ მოაწესრიგეთ თქვენი ბუღალტრული აღრიცხვა, მინდა აუცილებლად თქვენი ეთერის დახმარებით ვთხოვო ყველას, რომ ბუღალტრული აღრიცხვა ისევ და ისევ არ არის მხოლოდ შემოსავლების სამსახურის პორტალი, იქონიეთ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამები და უყურეთ თქვენ კომპანიას მთლიანობაში და არა მხოლოდ რაღაცა ესეთი პატარ-პატარა მონოქრომებით, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებ და ბუნებრივია უკვე 10 ნოემბერსაც ბიზნეს პარტნიორი ამ ღონისძიებას გააშუქებს. დატა ბერიძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.